არანაირი შიში. არა გვაქვს ჩვენ მაგის უფლება, რომ შევშინდეთ, ყურები ჩამოვყაროთ და ვიღაცას რაღაც თავი დაუხაროთ. მე რა რომ ბევრი არიან, ჩვენი წინაპრები ასე იყვნენ, ასე ომობდნენ, იმპერიებს ებრძოდნენ და ერთი ბრძოლა ომის წაგებას არ ნიშნავს. ჯარისკაცობა მინდა თქვა, რომ ბევრს არ შეუძლია. თუ ხარ ჯარისკაცი, მართლა უნდა გეთქვა საქართველოს ჯარისკაცი. ეს ჩემი სიამაყეა და მე ამის ფერდობ და უნდა ვიძოთ სამწუხაროდ შეიძლება. ქართული დროშა ჩემი ცხოვრების ადგილარია, ასე ვთქვათ. ზაფხულით, დღესაც თორს და ხვალებსათვით არ იფიქროთ ვინმე ვაგით შევშინდით, ამ ფარხმალი დავყარეთ. ჩვენ რომ წყობში ვგევართ, ხო, იდგნენ კიდე ისეთი ხალხი, ვინც დღეს აღარ არიან ცოცხლები და იმიტომ არ არიან, რომ ჩვენ აქ ყოფილიყავთ და საქართველოს ყოფილიყო იქ, სადაც არის. ვაცვია ქართული ფორმა, ქართული დროშა მიკეთია, დროშის გამო ბევრი ქართველი დაიღუპა. უბრალოდ დროშის არ შეურაცხყოფის გამო, და როცა ესეთი ადამიანები არსებობენ, ჩვენ აღარ ვაკეთებთ, რომ ხანაში მოვიდეთ.